ეს არის ინტერნეტ ტელევიზია ფაქტორიჯი, გადაცემა პოლიტიკის ფაქტორი. მე ვარ მისი წამყვანი ჟურნალისტი ნინო ხაჩიძე და დღეს ჩემი სტუმარია პოლიტოლოგი, დიპლომატი ნიკოლოზ ვაშაკიძე. ბატონო ნიკოლოზ, ძალიან დიდი მადლობა რომ მონახეთ დრო და მოხვედით ჩვენთან. დიდი მადლობა მოწვევისთვის. გმადლობთ. მაშინ, როდესაც ქართული პოლიტიკური სპექტრი ყველა ფლანგზე და ასევე ქართული მედია საშუალებები გართულნი და დაკავებულნი არიან იმის გარჩევით, თუ ვინ შექმნა ახალი პოლიტიკური გაერთიანება, ვინ რომელ პარტიაში გადავიდა, ვინ რომელი პარტია დატოვა და ამასთან ვინ უფრო აღვირახსნილა და უხამსად შეამკო ოპონენტი, ჩვენს გარშემო გეოპოლიტიკურ სივრცეში ძალიან საინტერესო პროცესები მიმდინარეობს, უფრო ზუსტად საინტერესო იმდენად, სახიფათოდ საინტერესო, რადგან ეს შეიძლება იმდენად ფატალურად დასრულდეს და ფატალურად დაისახოს ჩვენს ქვეყანაზე, რომ გვერდზე დაგვრჩეს პოლიტიკური პარტიებით, მათი განაცხადებიც და პოლიტიკოსების ერთმანეთთან დაპირისპირებაც კი. ხედველობაში მაქვს ის, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის პოლიტიკური დაპირისპირება პრინციპში აი ამ პერიოდში მივიდა უკვე პიკამდე, რამაც ეჭქვეშ დააყენა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაყენებული შექმნილი დღის წესრიგი, ანუ ის თამაშის წესი, რომლებიც მაშინ შეთანხმდნენ მხარეები და პირველი შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო შეთანხმებები გადაიხედა და პრინციპში რუსეთმა შეიძლება ასე უხეშად ვიტყვი, რომ თავზე დაახია თავის კოლეგებს, საკუთარ თავს, ასევე პარტნიორებს საერთაშორისო შეთანხმებას იყო უკრაინასთან დაკავშირებული, როდესაც რუსეთმი, რომელიც იყო გარანტორი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, ხელყო რუსეთმა ეს ტერიტორიული მთლიანობა მიიერთა ყირიმი, ანუ წაართვა ერთ სახელმწიფოს და მიიერთა თავის შემადგენლობაში. შეგახსენებთ, რომ ლაპარაკი არის იმ შეთანხმებაზე, რომელიც დაიდო, რომლის მონაწილეები იყვნენ რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, სამი სახელმწიფო ხდებოდა გარანტორი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა, როგორც უკრაინის სოციალისტური რესპუბლიკის სამართალ მემკვიდრე, უარს იტყოდა ბირთვულ იარაღზე, რომელიც საბჭოთა დროიდან ჰქონდა მას. ამის შემდეგ უკვე წელს გავხდით იმის მოწმენი, რომ გაუქმდა, ყოველ შემთხვევაში შეჩერდა შეთანხმება მცირე და საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტების შესახებ. რუსეთიც გამოვიდა ამ შეთანხმებიდან და ამერიკის შეერთებული შტატების, თუმცა მხარეები, ორივე მხარე აცხადებს, რომ ისინი მზად არიან ისევ განაახლონ შეთანხმება ახალი პირობებით, მაგრამ ამასთანავე ერთმანეთს ბრალს დებენ აი ამ შეთანხმების პირობების შეუსრულებლობაში და ასევე არის ლაპარაკი იმაზე, რომ ევროპაში შერეღების შეზღუდვის შესახებ ხელშეკრულება შეიძლება გადაიხედოს. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ის თამაშის წესი, რომელიც მოქმედებდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იცვლება და უნდა შეიქმნას თამაშის ახალი წესი. ხოლო ახალი წესის შექმნის პროცესში, როგორც წესი, ყველაზე მეტად ზარალდებიან სუსტი რგოლები და ამ შემთხვევაში ერთ-ერთი სუსტი რგოლი ეს არის საქართველო და სწორედ აი ამ თემაზე რით შეიძლება დაზარალდეს ჩვენი ქვეყანა, აი ამ დიდი სახელმწიფოების ჭიდილში მინდა ვისაუბრო ჩვენ სტუმართან ერთად. როგორი კითხვა მინდა იცით დაგისვათ, აი ჩვენთან ძალიან საინტერესო არის დამოკიდებულება აი ამ საგარეო პოლიტიკური პროცესისა და იმ მხრივ, ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ თქვა აი რუსეთი არის იმდენად დიდი, რომ ჩვენ რას გავაწყობთ რუსეთის წინააღმდეგ, ამიტომ ჩვენ მის წინააღმდეგ არ უნდა ვიომოთ, თქვა არ უნდა ვეურჩოთ და პირიქით კარგი ურთიერთობა დავამყაროთ. ამასთანავე არის საზოგადოების მეორე ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ აუცილებლად ჩვენი ორიენტაცია უნდა იყოს პროდასალური, მეც ამ ნაწილს მივეკუთვნები, მაგრამ აქცენტი კეთდება ხოლმე იმაზე, რომ ჩვენ გვჭირდება ნატოს და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის და დასავლეთის უსაფრთხოების ქოლგა და ამ ქოლგის ქვეშ ვიქნებით ჩვენ დაცულები რუსული აგრესიისგან. პრინციპში ჩვენ ვიქნებით ქოლგის ქვეშ დაცულები, მაგრამ ამასთანავე ქოლგამ რო რაღაც დაიცვას, რაღაც უნდა იდგეს ხო იმ ქოლგის ქვეშ. ანუ ჩვენ არც ერთი მხარე საზოგადოების მე ყოველთვის არ მომისმენია, არ ამბობს, რომ თქვა ჩვენ უნდა ვიყოთ იმ დონეზე, რომ ჩვენ თავადაც შეგვიძლოს დავიცვათ ჩვენი თავი და ამასთანავე ვიღაცები დაგვეხმაროს. აი ეს დამოკიდებულებები რამდენად არის სწორი იმ თვალსაზრისით, რომ რამდენად წაადგება ჩვენ სახელმწიფოებრივად, ანუ რამდენად ასახავს იმას, რომ ჩვენ სახელმწიფოებრივად ვუდგებით ჩვენ წინაშე არსებულ პრობლემებს, თუ ჩემი აზრით აჩენს ეჭვს, რომ სხვამ უნდა დაიცვას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. თქვენ ამჩნევთ ჩვენ საზოგადოებას სურვილს იმისას, რომ მას უნდა დაიცვას თავად საკუთარი უსაფრთხოება და ამაში მოიხმაროს სხვები. ძელი კითხვა გამომივიდა უკაცრავად. არა, დაცული იყოს ეს ბუნებრივი სურვილი ან ნებისმიერი ინდივიდის თუ ინდივიდთა ერთობის და რა თქმა უნდაერისაც და ბუნებრივია და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ საზოგადოებასაც აქვს დიდი სურვილი, რომ იყოს დაცული. ის თუ როგორი ხედვა იმისი თუ რა არის ჩვენი დაცვის, ასე ვთქვათ, სწორი მექანიზმები და გარანტიები, ეს ცალკე საკითხია, რა თქმა უნდა.
რაც შეეხება იმას თუ რა საერთაშორისო, ასე ვთქვათ, უსაფრთხოების სტრუქტურების წევრები უნდა ვიყოთ, რომ საიმედოდ ვიყოთ დაცული და ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ყოველთვის ნატოზეა საუბარი. ბუნებრივია ჩვენ რომ ვიყოთ ასეთი სერიოზული თავდაცვითი ალიანსის წევრი, ეს რა თქმა უნდა ძალიან საგრძნობლად გაზრდიდა ჩვენ უსაფრთხოებას, მაგრამ მეორეს მხრივ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თითქმის 30 წელია ჩვენ როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და მართალია დანაკარგებით, მაგრამ ასე თუ ისე ვინარჩუნებთ სუვერენიტეტს და უსაფრთხოებას. და უნდა ვივარაუდოთ, რომ კიდე საკმაო ხანი არ ვიქნებით ნატოს წევრები და მოგვიწევს ასეთ პირობებში ვიზრუნოთ ჩვენ უსაფრთხოებაზე. იმ პირობებში, როდესაც ასეთი მართლა საშიში და აგრესიული მეზობელი გვყავს, არც დანარჩენი სამეზობლოა მთლად უპრობლემო, ასე ვთქვათ. მე არ ვამბობ, რომ ისინი მტრულად არიან განწყობილები, მაგრამ პრობლემატური ესე იგი ეს არ არის ევროკავშირული სამეზობლოა, როცა გვაქვს. დიახ, ამიტომ ჩვენ ალბათ ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ ჩვენ საზოგადოებაში, რომ საქართველოს თავისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იოლი ბედი არ გუნა, მერტმა რთული ამოცანა. და ყოველთვის იყო ასე. ყოველთვის პრინციპში იყო ასე. ეს ჩვენი გეოპოლიტიკური სპეციფიკა, ეს უნდა მივიღოთ როგორც მოცემულობა და გადავწყვიტოთ ერთხელ და სამუდამოდ, რომ ამოცანა რთულია, მაგრამ გადაწყვეტადი, ოღონდ მას უნდა მივუდგეთ სერიოზულად და ძალღონი არ დავიშუროთ. ასე რომ, რა თქმა უნდა, მე ასე ვთქვათ, თქვენთან ერთად გავიზიარებ ამ ზოგადად პროდასავლურ და ნატოს ინტეგრაციის პოლიტიკურ კურსს. და ბუნებრივია ჩვენ ყველა ძალა უნდა ვიხმაროთ იმისთვის, რომ ეს მაქსიმალურად დავაჩქაროთ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს რომ არ მოხდეს ახლო ან თუნდაც შორეულ მომავალში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ მაშინ დავიკრიფოთ. ესე იგი მოგვიწევს სხვა პირობებში უსაფრთხოების უზრუნველყოფა და უნდა ვიმოქმედოთ შესაბამისად. აი რომ რა გასაგებია რომ ეს პირობები, ის ფაქტიც რომ თქვათ რუსეთი კიდევ უფრო არ შემოდის, გასაგებია რომ ეს არის მცოცავი ანექსია და ეს გასაგები იყო რომ განხორციელდებოდა მას შემდეგ, როდესაც დამოუკიდებლობა აღიარა, ხო, 26 აგვისტოს დიმიტრი მედვედევმა ამ ჩვენი ორი სეპარატისტული რეგიონის, რომ ისინი აუცილებლად დაადგენდნენ ეგრეთ წოდებულ საზღვრებს და ისინი გამოიყენებდნენ ამაში ადმინისტრაციული ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებს, ანუ საბჭოთა დროინდელ რუკებს, შიდა რუკებს. არ იყო ძნელი განსაჭრელი და ახლაც არ არის ძნელი განსაჭრელი, სად შეიძლება მათ ეს გაატარონ და ისინი ამას აუცილებლად გამოიყენებენ, იმიტომ რომ მუდმივ ტერორში ვყავდეთ ჩვენ. და რომ არა ამერიკის შეერთებული შტატები, ეს უფრო იმ ტიპის დახმარებებითაც, ეს უფრო თქვა მათ შემოიჭრებოდა ჩვენი ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე. ასეთ პირობებში, აი რა შეიძლება ჩვენ მე გეთანხმებით, რომ ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენ თვითონ უნდა ვიმუშაოთ ჩვენს უსაფრთხოებაზე, იმიტომ რომ ვიღაცას შენი დაცვის სურვილი უნდა გქონდეს იმიტომაც რომ შენ დაცვას იმსახურებ და არა მარტო იმიტომ რომ მისი ინტერესია და ჩვენ მე მესმის რომ დასავლეთის ამერიკის ინტერესი არის ამ ტერიტორიის დაცვა, იმიტომ რომ მას თავის ინტერესის გასატარებლად სჭირდება რომ თავისი გავლენის ქვეშ იყოს. მაგრამ აი ჩვენ რას ვაკეთებდი და რა შეიძლება გავაკეთოთ, მით უფრო რომ ეს არ არისო ახალი ჩვენთვის ხო მოცემულობა, გეოპოლიტიკური მოცემულობა და ჩვენ პრინციპში ალბათ მაინც შეგვიძლია რომ წარსული გამოცდილებიდან რაღაც ავიღოთ, თუმცა ჩვენთან მიღებულია რომ მარტო დიდგორის ომზე ილაპარაკონ და არამედ დიპლომატიურ სრულებზე რაც გააკეთა დავით აღმაშენებელმა და მისმა შვილმა, რომელსაც დიდი ომები საერთოდ არ ქონია. რა შეიძლება, აი რა სქემით შეიძლება ვიმოქმედოთ და როგორ შეიძლება ჩვენ მეტნაკლებად უსაფრთხო გავხადოთ ჩვენი უსაფრთხოება უკაცრავად ტავტოლოგიისთვის. ეს მიიღწევა მხოლოდ დაძაბული შრომით და ძალიან აქტიური ქმედებით. საქართველოს სუპერაქტიური უნდა იყოს სხვადასხვა მიმართულებით. ბუნებრივია, კარგად გვესმის, რომ პირდაპირ ფრონტალური სამხედრო შეტაკების პირობებში ამ პოტენციურ მოწინააღმდეგეს ჩვენი მასშტაბიდან გამომდინარე ვერ გავუძლებთ, მაგრამ ცხადია, აქედან გამომდინარეობს მარტივად, არა მხოლოდ აქედან, მაგრამ აქედანაც რომ ჩვენი უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოთ მრავალი სხვა მიმართულებით და მეთოდით. პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიყოთ სუპერ დინამიური ეკონომიკურ განვითარებაში და ძალიან ინოვაციურები, იმიტომ რომ აი ამ დინამიურ
ყოფაში და სწრაფ განვითარებაში მაქსიმალურად ჩავითრიოთ საქართველოში და რეგიონში ისეთი ბიზნეს და ეკონომიკური წრეები და შესაბამისად უკვე პოლიტიკურად სახელმწიფოებიც იმდენად საინტერესო უნდა გავხადოთ, რომ აქ მაქსიმალურად კრიტიკულ მასამდე გაიზარდოს მართლა ისეთი ძალების ინტერესები, რომელთაც უკვე სერიოზული ბერკეტები გააჩნიათ იმისთვის, რომ თავიანთი ინტერესები დაიცვან, ხოლო მათი ინტერესები ჩინეთის საკმარისი არ არის? ჩინეთის ინტერესებიც თუ ჰარმონიულად იქნება წარმოდგენილი კავკასიის რეგიონში და საქართველოში, ამას მხოლოდ მივესალმები, თუმცა ეს თანდათან იზრდება, ჩინეთს თავისი სტილი აქვს მოქმედების, ის ჩქარობს ნელა, ასე ვთქვათ, მაგრამ საკმაოდ დამაჯერებლად. რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ჩინეთი, პირველ რიგში უნდა გავაძლიეროთ, რა თქმა უნდა, ჩვენი ტრადიციული პარტნიორების ინტერესები და ამჯერად არა მხოლოდ რაღაცა, ვთქვათ, ნატოს ვიზიტების დონეზე, ეს ყველაფერი კარგია. მაგრამ აქ რეალური ინტერესი უნდა გაჩნდეს. რეალური ინტერესი ეკონომიკური ინტერესი, ინვესტიცია, ხო, აი ამერიკული ინვესტიცია რამდენია ჩვენთან? ძალიან ცოტა თითქმის არ ამერიკული. დიახ, იმიტომ რომ ჩვენ ვერა და ვერ შევძელით ისეთი ეკონომიკური ნიადაგის შექმნა აქ, რომ ინვესტიციების თვალსაზრისით რეგიონი გახდეს საინტერესო მსხვილი და ასე ვთქვათ, საინტერესო ინვესტორებისთვის. რაღაცა კი ხდება, მაგრამ ეს ის მასშტაბი არის, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ. გარდა ამისა, ჩვენ სამწუხაროდ ამ ბოლო რამდენიმე წელია პრაქტიკულად მთლიან პასივში გადავიყვანეთ ჩვენი საგარეო პოლიტიკა, რომელიც 2012 წლის მიწურულისთვის იყო უაღრესად აქტიური და შემოქმედებითი და საინტერესო. საქართველოს საერთოდ სხვა ლიგაში გადავიდა მოულოდნელად ის გარკვეულ პროცესებში შუამავალიც გახდა. გამახსენეთ რომელში? მაგალითად, საქართველოს გახდა შუამავალი ბელარუსსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების დალაგებაში. გარკვეულ შუამავლობას უწევდა საქართველოს, კუბასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს და ასე შემდეგ უკვე იყო რაღაც საკითხები. ხოდა 2012 შემდეგ, როგორც ვიცი, იყო შუამავლობა ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, ეს ნამდვილად ვიცი. რომელ წელს? აი 2012-ის შემდეგ. მე ასეთი არ გამიგია. კი, მე ნამდვილად ვიცი, ახლა თავს ვერ დავდებ გილოტინაზე. ყოველ შემთხვევაში მე ერთ რამ მინდა გითხრათ, რომ სამწუხაროდ ძალიან გაპასიურებულები ვართ ახლა ამ თვალსაზრისით ერთი სიტყვით საქართველოს თავის გეოპოლიტიკური სპეციფიკით უნდა იყოს ის ინტერესთა გზაჯვარედინზეა განთავსებული და შესაბამისად ის ასე ვთქვათ ტრანზიტური პოლიტიკური და ეკონომიკური ან თუ გნებავთ ესეც ვთქვათ პოლიტიკური ეკონომიკური სხვადასხვა პროექტების ინიციატორი, გამტარებელი და ასე ვთქვათ აქტიური მონაწილე უნდა იყოს. ჩვენ უნდა ინტენსიურად მე მაგალითად ყოველთვის მთელი ამ წლების განმავლობაში მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი მინსკის ფორმატი არსებობს, არასწორად მიმაჩნდა ის, რომ თბილისი არის ასეთი პასიური, თუნდაც ბაქოსა და ერევანს შორის დიალოგში. მაშინ როცა ეს ჩვენი ჯერ ერთი სასიცოცხლო ინტერესია და მეორე აი ბუნებრივი ფუნქცია. რატომღაც და ჩვენ ფუნქციასაც შეგვიმატებდა კიდევ და გვიმატებდა დიახ. იმიტომ რომ ჩვენ პრინციპში შეგვეძლო რომ არ ჩავრეულიყავით და აღრევა არ გაგვეკეთებინა მინსკის ფორმატთან და რაღაც პარალელური ცოტა სხვა ასე ვთქვათ იდეოლოგიით დატვირთული ფორმატი გავეკეთებინა. სამწუხაროდ ამას არ ვაკეთებთ. გარდა ამისა, რატო არ ვაკეთებდით არასდროს მაშინ? აი მაშინ როცა კუბასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის შუამავლობა ეს ითვლებოდა საშარო საქმეთ, ასე ვთქვათ, მაგრამ იცით რა არის? მე მიმაჩნია რომ თვითონ ამ კონფლიქტის ასეთი ფორმით არსებობა, მოდი ვაღიაროთ და ეს ჩემი აზრით ცალსახაა. ღმერთმა არქნას და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ეს კონფლიქტი ცხელ სტადიაში რომ გადავიდეს, ანუ ნამდვილ ომში საქართველოს ვერ აირიდებს ჩათრეულ, მას ჩაითრევენ ამაში და ეს დამთავრდება სრული კატასტროფით რეგიონისთვის და საქართველოსთვის მათ შორის. ამიტომ ამ ორ ჩვენ მეზობელ და მეგობარ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზაცია მართლაც სასიცოცხლო ინტერესია ჩვენთვის. მეორეს მხრივ, აი იმ მინსკის ჯგუფში ვინც არიან ჩართული, დიდი ინტერესი აქვს რა თქმა უნდა იმ ქვეყნებს, რომ იმასთან დაკავშირებით თუ როგორ წავა ეს პროცესი, მაგრამ სასიცოცხლო ასე ვთქვათ, ისე როგორც საქართველოს, არცეც არ აქვს.
ну მოკლედ ერთი სიტყვით ჩვენ ბევრ რამეში, მათ შორის საგარეო პოლიტიკაშიც, საშინაოშიც და ასე შემდეგ, ჯერჯერობით გარკვეული ინფანტილიზმი გვდევს თან და ცოტა დასრული ადამიანის ცხოვრება, ასე ვთქვათ, უნდა ვისწავლოთ. ინფანტილიზმი ხო აი უსაფრთხოების ქოლგაი ნატო დაგვიცავს. მე განაიმტო რომ ნატომ არ უნდა დაგვიცოს, მაგრამ ესეც მგონია რომ ინფანტილიზმი აი აბსოლუტურად ჯანმრთელი ისეთი მამაკაცის გაზე ხა ლაპარაკობს რომ აი ჩვენ აი ნატო უსაფრთხოების ქოლგა მე კონკრეტულ ადამიანებს გულისხმობ და ცოტა მე მეუხერხულება ხოლმე მართლანსვლა ხა ის მაინც თქვი რომ მე დაგიცავ ის მომეხმარება. იგი რეგიონში არის უამრავი, ასე ვთქვათ, წინააღმდეგობრივი ინტერესი და პოტენციურად გადამადი ინტერესებიც და ასე შემდეგ. ვიცით რომ მაგალითად ну სპეციფიური და ასე ვთქვათ საინტერესო ზოგჯერ წინააღმდეგობრივი ხშირად და ტრადიციულად ხშირად დაპირისპირებული ინტერესები არის მაგალითად თურქეთსა და ირანს შორის. რაღაც ტრანსრეგიონალური დიდი პროექტების ინიციატორი რო გამოვიდეს საქართველოს, სადაც ჩართავს ამ ჩვენ მეზობლებსაც და გადაკვეთს მათ ინტერესებს ჩვენს ტერიტორიაზე რაღაც საინტერესო, ვთქვათ, მეგაპროექტების სახით და ასე შემდეგ. აი ამ თვალსაზრისით უნდა ვიყოთ სუპერაქტიურები და ეს აქტიურობა და ინტერესთა მაქსიმუმის ჩადება საქართველოში და შესაბამისად მე ძლიერი ძალის ცენტრებისთვის იმ ინტერესის გაჩენა და გაზრდა, რომ საქართველოს უნდა იყოს სტაბილური, აი აქ არის საიდუმლო ჩვენი უსაფრთხოების. ამავე დროს, რა თქმა უნდა, ჩვენი უსაფრთხოების სტრუქტურები უნდა გავაძლიეროთ თავისი შეერაღებული ძალების და უშიშროების სტრუქტურების ჩათვლით, რომ ელემენტარულად ყველა მიცოდეს, რომ პირდაპირ აგრესიის შემთხვევაშიც კი ის როგორც მინიმუმ ძალიან ძვირად დაუჯდება. ასეთ შემთხვევაში ალბათობას თავიანთ კათოლებში სამხედრო აგრესიის ნებისმიერ თუნდაც ძალიან დიდი და ძლიერი ქვეყანა ამცირებს და აბსოლუტურად. თუმცა იცი რომ ხუდას დაუბრუნებ, ის ფიქრობს მიღირს ამდანა კარგად მისთვის დარჩენა. ამიტომ ეს ჭერში ყურება და ნატოზე ოცნებობის სანაცვლოდ აი ესეთი პოლიტიკაა გასატარებელი და ეს გასაკეთებელი იყო გუშინ, ასე ვთქვათ, და დიდი დრო არის სამწუხაროდ დაკარგული, მაგრამ ნუ ყოველ წუთში დღეიდან უყურებთ ჩვენ ხო რა უნდა გააკეთდეს. აუცილებელია ჩემი აზრით, მართალია ახლა აქ ცოტა ესეთი უფრო გეოპოლიტიკური გადაცემა, ჩემი პირადი აზრით, ხელისუფლების გამოცვლა საქართველოში და ცოტა უფრო პროფესიული და პატრიოტული ჩვენ შევსახდით რომ მე არ მინდა რომ ჩვენ დრო დავკარგოთ, იმიტომ რომ თქვენ უნდა დაგისვათ ახლა ოპონირებული კითხვა და სანამ ამდენად გეოპოლიტიკურ პროცესებზე ვილაპარაკოთ, რომ არ ავწდეთ თემას და სხვა დროს კი ბატონო მე სიამოვნებით თქვენს პოლიტიკურ წარსულზეც, ახლანდელ პოლიტიკურ მომავალზე და არსებულ რეალობაზე სიამოვნებით ვისაუბროთ და ვიგამართოთ. აი ახალი პოლიტიკური გეოპოლიტიკური წესრიგისკენ სვლა აღნიშნე მე. ანუ ჩემი აზრით, ეხა ეს დაპირისპირებული რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები თქვენ დიპლომატիկ ბრძანდები და მოგეხსენებათ რომ ჯერჯერობით ცივი ომის პირობებშიც კი ეს ორი მხარე ერთმანეთს არასდროს ერთმანეთს არ ხოცავდნენ ისინი ნუ ეს არ იყო ეპიზოდები ხა იქნებოდა სპეცსამსახურებიც კი ცდილობდნენ რომ მათი პარტნიორი ქვეყნების ჯაშუშები დაეხოცათ ქვეყანას უშუალო სამხედრო შეხება რამდენიმე ჰქონდა ნუ ძალიან მცირე მესამე სამყაროს დიახ ეს არ იყო მათი უშუალო დაპირისპირება ეს მაინც გადადიოდა აი იმ ტიპის მოკავშირეების წყავზე, როგორი მოკავშირეებიც ვართ ჩვენ. ხო რა ტიპის რა მისი წონის მოკავშირეებიც ვართ ჩვენ. ამიტომ მე ვფიქრობ, ჩემი შტაბის-ტილება არის ესეთი, რომ ისინი ხა ეს დაპირისპირებული მხარები იბრძვიან მარტივად რომ ვთქვა და ხატოვნად, აი თითოეული გოჯი მიწისთვის თავიანთი გავლენის, ხო, ვინც ყავთ მოკავშირეები, აი რუსეთს ხა სასწრაფოდ შეახსენა ერთობლივი სახელმწიფოს შექმნის შესახებ ვალდებულება ელცინთან ხელმოწერილი შეთანხმების შედეგად, ხო, ლუკაშენკოს პუტინმა შეახსენა, ნუ გასაგებია მას მიწების შემგროვებლის ისა აქვს, ასე ვთქვათ, დიადი იმიჯი და ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მის დროს თუ კი ეს სახელმწიფო გაერთიანდება და შემდეგ ის კიდევ იქნება პრეზიდენტი 14 წელი თუმედი არა ხო სანამ მიიბარებს მის სულს უფალი ასევე იგივე ხდება აი ვენესუელის ამბებიც მოწმობს ხო იმას რომ დღეს ფაქტობრივად ალბათ დაიწყება უკვე იქ სამოქალაქო დაპირისპირება და სამხედრო დაპირისპირება და ასეთივე ეპიცენტრი არის სამხრეთ საქართველოც ხომ ასეა თუ მეშლება რამე
როგორი შეიძლება იყოს მოსალოდნელი აქტივობები რუსეთის მხრიდან, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს გავლენა, იმიტომ რომ ეს მისთვის არის ზურგი, რომელიც მას უმტკიცებს ჩრდილო კავკასიასაც და სხვა ყირიმიც მას ამისთვის სჭირდებოდა. ძალიან საინტერესოდ ახსნა ეს და ლოგიკურად დავით ევზაძემ ჩვენს წინა გადაცემაში და ამდენად რა შეიძლება მან მოიმოქმედოს და რა საშუალება აქვს ჩვენს პარტნიორს იმისთვის, რომ პრევენცია მოახდინოს ამ გავლენას. ჩვენ რა საშუალებაც გვაქვს, ხედავთ ხოლმე ამას ოკუპაციის ხაზთან, ნუ მაქსიმუმ არასასიამოვნო პოზაში რუს ოკუპანტებთან დადგომა, იმიტომ რომ სხვა მეტი ქმედითი არაფერი მინახავს. არც ერთი მხრიდან. ხო, რთული კითხვაა ძალიან, იმიტომ რომ ძალიან турბულენტურ დროში ვცხოვრობთ ჩვენ. თქვენ ასეთი ფრაზა იხმარებთ, რომ აი ახალი სოფლიო წესრიგი ლაგდება, მაგრამ ნუ მე ვერ ხედავ რა წესრიგზე საუბარი. ვერც მე ვერ ხედავ, ძველი იშლება. ანუ სოფლიო უწესრიგობა უწესრიგობისკენ რომ მივდივართ, ამას ვხედავ და რა წესრიგისკენ არის ესეთი გამონათქვამი, ანარქია წესრიგის დედაო რა. არ ვიცი, ხო, ნუ წინა სტადია შეიძლება, ხო, მაგრამ ამიტომ დღე ხა დანამდვილებით და ასე თქვა დროში გათვლილ პროგნოზები ძალიან უჭირს ყველას. ამაზე საუბარი ზოგადი რაღაცები შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთი რომ აგრესიულია და ტრული სახელმწიფო ჩვენთვის და ამ ქმედებებს გააგრძელებს ეს ვიცით. როდესაც ჩვენ საქართველოს თემას განვიხილავთ, თუნდაც რუსეთ აშშ-ს ან ზოგადად რუსეთ დასავლეთის დაპირისპირების კონტექსტში, ჩვენი პრობლემა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ აი თქვენ აღწერეთ რა მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონს და საქართველოს რუსეთი. სამწუხაროდ რეგიონი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის, მაგრამ არა იმხელა ხარისხში როგორც რუსეთისთვის. რუსეთი სასიცოცხლოა, დიახ. ან ყოველ შემთხვევაში განიხილავს თვითონ როგორც სასიცოცხლო ინტერესს, სასიცოცხლოს თუ არა, ნუ ძალიან დიდს. მორთგელთ ერთი სიტყვით ამ რეგიონით რუსეთი მეტად არის დაინტერესებული ვიდრე დასავლეთი და ეს ჩვენი პრობლემაა სერიოზული და ეს ასე ვთქვათ გეპი მაქსიმალურად უნდა შევასვათ ჩვენ უკვე იმ აქტიურობით, რაზეც ჩვენ გქონდა საუბარი. იმიტომ რომ დაინტერესება დასავლეთის და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მიუხედავად იმისა, რომ ის რუსეთზე ნაკლებია, საკმარისად დიდია იმისთვის, რომ ამაზე ჩვენი უსაფრთხოება დავაშენოთ იმ პირობით, რომ ჩვენ ჭკვიანები და აქტიურები ვიქნებით. აქედან გამომდინარე, ნუ ვიცით ჩვენ რომ აი ხა კარასინის მუქარა გაიჟღერა ამ ცოტა ხნის წინ, გახსოვთ ალბათ. უკვე რაღაცნაირად მოსინჯვა დაიწყო იმ თემის თუ აი ეს ევროატლანტიკური კურსი საქართველოსი და ასე შემდეგ. ერთ რამე უნდა ვიცოდეთ, პირველ რიგში სწორი ორიენტაცია და განათლება ჩვენი საზოგადოების არის აქ აუცილებელი, იმიტომ რომ ამ უსაფრთხოებისთვის ბრძოლაში კონსოლიდირებულობა და განსწავლება და სიძლიერე, სიმტკიცე ჩვენი საზოგადოების ეს უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. და თუ ამას მივახციეთ, ჩათვალეთ, რომ ამ ბრძოლაში ერთი მიმართულებით ძალიან სერიოზული გამარჯვება გვაქვს მოპოვებული, იმიტომ რომ ეს მტერი სწორედ ჩვენი საზოგადოების დაშლით დეზორიენტაციით და ხო, ეს მუშაობს სპეცსამსახურები მართია და ამიტომ ამ ჩვენმა საზოგადოებამ უნდა გაიგოს ერთი რამე. როდესაც რუსეთი გვეუბნება ჩვენ, რომ თქვენი კურსი, ასე თქვა, ჩვენთვის მიუღებელია და აქ ბევრი ისეთ დასკვნას აკეთებს, ან კარნახით, ან თვითონ თავისი მოკლეჭკუით, რომ აი ვაღიზიანებთ და რუსეთს ეშინია ნატოსი და აღიქვავს მას და ამიტომ ეს პრობლემა მას თუ მოუხსენით ჩვენი უსაფრთხოების პრობლემა გადაწყდება, აი ეს არის დიდი შეცდომა სწორედ, იმიტომ რომ სინამდვილეში ის რომ ნატო სამხედრო საფრთხეს რუსეთისთვის რეალურად არ წარმოადგენს, ეს ფაქტია და რუსებმა მშვენივრად იციან, რატომ ებრძვიან ისინი ნატოს გაფართოებას და მაქვს ჩემი ვერსია. განსაკუთრებით მძაფრად ის პოსტსაბჭოურ სივრცეში, იმიტომ რომ მათ მშვენივრად იციან, რომ ანუ მათ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიის შემოერთების და იმპერიის აღდგენის გეგმა ჯერ არ ცოცხალია. და მათ რაღაც მომენტში, როგორც თქვენ ბრძანეთ, რომ პუტინი ასე ვთქვათ, განიხილავს საკუთარ თავს როგორც დიდი რუსეთის მიწების შემგროვებელს. ამიტომ მან და მათ მშვენივრად იციან, რომ საკმარისია საქართველოს ვინმე გაწევრიანდეს ესეთ სტრუქტურაში, მისი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი უკვე შეუქცევადი ხდება და ეს ასე ვთქვათ, ოცნება ამ ტერიტორიების უკან შემოერთებას უნდა დამთავრდეს. ამიტომ ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ
თუ ჩვენმა საზოგადოებამ რა სასიკვდილო დარტყმას ვაყენებთ რუსეთს, იმიტომ რომ მეც ესე ვფიქრობ. არა, თუ აქ რას გულისხმობ მე, თუ ჩვენ ესე იგი უარი ვთქვით ნატოსთან ინტეგრაციის პოლიტიკაზე, ამით მხოლოდ გავზრდით საფრთხეს და ჩვენ სისუსტეს და ხელს შეუწყობთ რუსეთს ჩვენი გადაყლაპვის ამოცანის შესრულებაში. შესაბამისად, ერთხელ და სამუდამოდ თვალი უნდა გაუსწროთ იმ რეალობას, რომ გზა ჩვენი გამარჯვებისკენ და უსაფრთხოებისკენ არის რეალურია, მაგრამ მძიმე და სახიფათოა, მაგრამ ის გასავლელია. თუ აქ ჩვენ სისუსტე გამოვიჩინეთ, ეს გაცილებით უფრო სწრაფად და გარანტირებულად წაგვიყვანს მარცხისკენ და ეროვნული კატასტროფისკენ. აი ეს არის სულ შესაბამისად საზოგადოების სწორი ორიენტირება და კონსოლიდაცია ამ თვალსაზრისით არის ძალიან მნიშვნელოვანი. და თქვენ კი თქვით, რომ მეც გეთანხმებით, რომ პროგნოზები არის უმადური საქმე, მაგრამ აი კარასინის მუქარაც არის სხვადასხვა შეფასება და ძირითადად აი კარასინის მუქარაც არის მოსაზრება, რომ განვიხილოთ როგორც აქ არსებული პრორუსული ძალების უფრო მხარდაჭერა და შეიძლება ეს ეკონომიკურ სანქციებში შემოდგომაზე ისევ აღმოაჩინონ რაღაც. იმიტომ რომ მწვანილის დონეს ვერ ცდება სამწუხაროდ საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის პოლიტიკა, რა მწვანილიდან ბომბებამდე შუალედი არა აქვს ერთი სიტყვით რა, როცა მას შეუძლია რაღაცა კონტაქტი დაამყაროს საქართველოსთან. რა შეიძლება მოიმოქმედოს? ძალიან მნიშვნელოვანია ხო ეხლა რუსეთისთვის ის რომ საქართველოს დასუსტდეს ამ სიტუაციაში და მას რაღაც არ კონდეს მის იქით სხვა საშუალება. და ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს მისი დამოკიდებულება თურქეთთანაც. ხო მე არ მგონია თურქეთმა შეუქმნას პრობლემა, თუმცა მეორე მხრიდან შეიძლება ჩვენ მივიღოთ ნატოს გემები, მაგრამ უფრო მარტივი არის თქვა თურქეთის იმ სრუტეებიდან, საიდანაც რომელიც თურქეთის არის, ხო და არ მგონია ხა ნატოს გემები არ შემოუშვას თურქეთთან. თუმცა როალუდინა ჩვენთან მომავალი ჩვენ გვახსოვს იყო ასეთი პრეცედენტი, მაშინაც კი როცა არანაირი პრობლემა არ იყო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და თურქეთს შორის. ამიტომ ის მინდა გკითხოთ, რომ აი რა შეიძლება მოიმოქმედოს რუსეთმა, რაიმე აგრესია, სამხედრო აგრესიას თუ ელით თქვენ, იმიტომ რომ მწვავე არის დაპირისპირება და რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არ გახდეს ის ოაზისი და საქართველომ მოახერხოს გარღვევა ნატოსკენ, დასავლეთისკენ, თუ საქართველო შედგა როგორც სახელმწიფო, ეს ძალიან ცუდი პრეცედენტია რუსეთის როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში, ისე თვითონ ფედერაციის ტერიტორიაზეც კი ხო ჩრდილო კავკასიისთვის ეს უკვე მაგალითი იქნება. კონკრეტულად თუ შეგიძლიათ თქვა, რა შეიძლება მოიმოქმედოს იმაზე მეტი, რასაც დღემდე მოქმედებს ჩვენ წინააღმდეგ. დღეს საკმაოდ ბევრს მიაღწია, მოდი ასე ვთქვათ, ბოლო წლების განმავლობაში. და 2008 წელს მან გადაჭრა მას წინაშე არსებული სამხედრო პოლიტიკური ამოცანები, უკვე მიიღო ყველაფერი იმ დროს არსებული რეალობით, უკვე მოიპოვა ის უპირატესობები. მეორე დიდი მიღწევა მათი არის უკვე 2012 წელი. რაც გულისხმობ? არსებული ხელისუფლების ბატონო, ჩვენ ახლა ისევ გადავდივართ პოლიტიკურ რუსეთს. თქვენ მეკითხებით ვინ საფრთხე? კარგით, კი ბატონო, კარგი. ხო არ მოვიგონებ ისეთ რამეს. კარგი, კი ბატონო, კარგი, კი ბატონო. შესაბამისად, ამიტომ სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ ისიც 2012 წლიდან დაწყებული ანამდე რადიკალურად შესუსტებული პოზიციები რუსეთის სპეცსამსახურების ძალიან გაძლიერდა საქართველოში. ეს ფაქტია. და დღეს ისინი საკმაოდ აქტიურად მოქმედებენ. ამას ხელს უწყობს აქცით რთული საკითხი, ხა თქვენ მწვანილი ახსენეთ. გარკვეულ როლს ალბათ მწვანილიც თამაშობს, მაგრამ მე უტრირება გავაკეთებ. მაგრამ მაინც თავარი აქ მწვანილი ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტია, ძალიან მიყვარს. ისევ ტურიზმის სფეროა, როგორც ასე ვთქვათ, ჩვენი ეკონომიკური კომპონენტი. ანუ მოდი ასე ვთქვათ რა, სანამ რუსეთთან საზღვარი ბაზარი და ასე შემდეგ გაიხსნებოდა, ასე თუ ისე საქართველოს არ ხერხებდა არსებობას, მე მიმაჩნია ეს ჩემი სუბიექტური აზრია, ხა მართალია წამგებიანი ამაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საზრდოობს და ასე შემდეგ, მაგრამ იცით ეკონომიკურად შენი ქვეყნის ნიბმა მტრულ ოკუპანტ სახელმწიფოზე როგორც მინიმუმ ძალიან საშიშია და ახლა მაშინ რახან ჩვენ გადავედით აი შიდა ანუ გარე პოლიტიკურ კავშირში მე უნდა კიდევ თქვენ ბძანეთ რომ აი
ტურიზმი ახსენეთ და მე მაშინ გავიხსენებ, რომ თქვენ იყავით 2008 წლის ომის შემდეგ, სწორედ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს უვიზო მიმოსვლა, ხო, ცალმხრივად საქართველოს ჯერ ჩრდილო კავკასიაში, შემდეგ მთელ რუსეთთან და მაშინ მიეცით რჩევა მიხეილ სააკაშვილს არ გაეკეთებინა სრული სახელმწიფოსადმი. მაშინ ის მიზანი ეს იყო. არა, მიეცით რომ არ გაეკეთებინა მეთქი. მაგას გულისხმობ, რომ ეს გააძლიერებდა რა ეს იყო უვიზო ხო ნიშნავს რომ შემოიყვანო ტურისტი ხო აბა ხა პუტინისთვის ხო გაკეთა უვიზო ეს იყო მაღალი დონის პოლიტიკური გადაწყვეტილება რომელსაც თავისი ლოგიკა დასაბუთება და ასე შემდეგ აქვს მაგრამ მითხრათ რა თუნდაც ესე იგი ჯერთი სააკაშვილის ეს გადაწყვეტილება საქართველოს იმდროინდელ ქმედებაზე და ხასიათზეც იყო აგებული, იმიტომ რომ ამასთან გადაბმული იყო მაგალითად აქტიური ინფორმაციული მოქმედება რუსეთის ტერიტორიაზე, ანუ გახსოვთ ტელეარხი პიკი არსებობდა და ასე შემდეგ. სააკაშვილი მაშინ ინტენსიურად მუშაობდა საქართველოს პოზიტიური იმიჯის შექმნაზე და თქვათ ეკონომიკურთან ერთად რუსი მოქალაქეების მასობრივად შემოშვება საქართველოში ამ როლსაც თამაშობდა. ანუ ისინი მოდიოდნენ აქ პიკის საყურებლად, ვერ გავიგე კარგად, აბა. პიკს ხო იქაც ნახულობ. საუბარი იყო იმაზე, რომ თქვათ ამ PR ომში მაქსიმალური უპირატესობა მიეღო საქართველოს და ამის ნაწილი იყო მაგალითად ტელეკომპანია პიკი უვიზო მიმოსვლის შედეგად აქ მაქსიმალური რაოდენობა თქვათ რუსეთის მოქალაქეებს რო ენახა რეალობა რა არის საქართველოში და ასე შემდეგ და სხვათა შორის შეიძლება ითქვას რომ საქართველოს შესახებ პოზიტიური იმიჯის შექმნა ზოგადად როგორც ქვეყანაზე რაც მნიშვნელოვან წილად მოხდა რუსეთში ამ გახსნილობის პოლიტიკამ ითამაშა როლი მაგრამ მეორე ამისი უარყოფითი მხარეები ცით იმიტომ რომ ახლა კაცს მარიცის ამ ხელა უკონტროლო ნაკადს კიდე ვინ მოყვება და აქ რა სამუშაოები ტარდება და შესაბამისად ან თავისუფლად უშვებ აგენტურას ამ დროსაც ხო? დიახ, ეგ ერთი და მეორე იცით ესე იგი აქამდე ჩვენ ვიყავით ეკონომიკურად ანუ მაშინაც 2008 როცა უვიზო იმ დროიდან მოყოლებული ვამბობ მე რომ თავისუფლად უკვე შემოდიოდა ის ნაკადი იქიდან მოყოლებული დიახ ხო ანუ ის რომ მე სააკაშვილის პერიოდის ხელისუფლებაში მუშაობდი მაღალ თანამდებობაზე არ ნიშნავს არა მე მივეცი ეს ხო და იმიტომ ვკითხეთ რომ თქვენ არ უთხარით რომ არ ვარგოდა თქვენ მე არ დავსაბო ესეთი უშუალო შეხება მასთან არ მქონდა თუმცა მე მაშინ და მერეც შეშფოთებით უყურებდი ამ პოლიტიკას განსაკუთრებით კიდევ იმას რომ მეც არ მომწონს აი მერე რაც მოხდა უკვე მერე პირდაპირ გამოცხადდა ის რომ რუსეთის ბაზრის მოპოვება არის სტრატეგიული ამოცანა ჩვენთვის აი იქ თუ თქვათ უვიზო რეჟიმის დაწესებას კიდე შეიძლება პრო და კონტრაზე ვიმსჯელოთ ასე შემდეგ ვერ დაგეთანხმებით არაფერი პრო იმას არ ქონია ჩემი აზრით არა პრო ქონდა როგორ არა მაგრამ შესაძლოა რომ ასე თქვათ უარყოფითი მხარეები ჭარბობდეს რაც შეეხება ეკონომიკურად მიბმას საქართველოს ანუ იმ დონეზე აყვანას თქვათ ჩვენი შემოსავლების რომ ამ ასე თქვათ მაგაში გეტყვი უცებ შეუძლია რომ გადააჭრას შეიძლება უსერიოზულესი რყევები გამოიწვიოს ჩვენ ეკონომიკაში ხო ჩვენ ამისაგან თავისუფალი ვიყავით არ გქონდა ეგ პრობლემა დღეს ისე ვართ მიმული რომ აი კარასინმაც მოგვანიშნა რომ თქვათ რუსეთმა ჩვენ დღეს რო გადაწყვეტს ეს უკვე სერიოზული საფრთხეა ჩვენთვის ეკონომიკა და შესაბამისად პოლიტიკა პოლიტიკურად იმიტომ რომ მას ნებისმიერ სწორი იყო ამის გაკეთება აქედან გამომდინარე უკვე თქვენ მე მესმის იმიტომ რომ იქ შეიძლება აქ სოციალური ბუნტი გამოიწვიოს რომ უცებ ხო ჩვენ ერთ დღეს რო აღმოჩნდება რომ ვეღარ ყიდის იგივე ის კი არა ამ შანტაჟის პირობებში ნებისმიერი ხელისუფლება სერიოზულად დაფიქრდება და ალბათ პირობებს შეუსრულებს ხო არ ვიცით ხო ეხლა ალბათ ყოველთვის მე სოციალური ბუნტი შიშიტაც მათ შორის იმიტომ რომ ეს კი ბატონო მაგრამ თქვენ ახლა მხოლოდ რუსეთი ახსენეთ მაგრამ ჩვენ აბსოლუტურად იგივე ტიპის ბმა გვაქვს თურქეთთან უფრო მეტი და ეხლა უკვე ჩინეთის საკმაოდ გაიზარდა ჩინეთის წილით ანუ ის ფაქტი რომ ჩვენ იმპორტ დამოკიდებული ვთქვათ ცოტა სხვა კუთხით და იქ ექსპორტზე ლაპარაკე და მე ხა იმპორტზე ვლაპარაკობ მაგრამ საფრთხეები იგივეა იმპორტ დამოკიდებული ვართ ესეც ძალიან გავლენის ქვეშ კი მაგრამ ეს ქვეყნები ასე ვთქვათ ამას ეს არიყენებენ პოლიტიკაში ჩვენი სახელმწიფოს პრობლემა არის მეთქი ეს რომ ჩვენ ეკონომიკურად ძალიან ვართ დამოკიდებული სხვა ქვეყნებზე და არა მარტო ჩვენი დაცვის საშუალება არ გვაქვს არამედ სამწუხაროდ არც ერთმა ხელისუფლება რომელიც იყო არიზრუნა იმაზე რომ ჩვენ ელემენტარულად სასურსათო უსაფრთხოების
ხო თავი გავანებოთ პოლიტიკურ უსაფრთხოებას, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეგძლებოდა. სამწუხარო რეალობა არის ასეთი, ხო, ბევრი მსმენია რაღაცა ასეთი პათეტიკური საუბრები ამ სასურსათო უსაფრთხოების. არა, პათეტიკა არ არის, აბსოლუტურად გადავხედოთ პირველ ათეულს საგარეო ვაჭრობის და ნახავთ, ეს არ არის პათეტიკა, ეს ძალიან მარტივი რამეა. რამდენი შემოდის, იქ უცებ რყევა სასურსათო უსაფრთხოების შესახებ რაღაც გაზვიადებული და თითთან გამოწვეული მგონია 21 საუკუნეში. მე რატომ? სხვაზე რო ხარ დამოკიდებული ხორბალს მოგაწოდის თუ არა, ეს გაზვიადება. შემოდის მე ეს ხორბალი. და რო არ შემოვიდეს? რატო არ შემოვიდეს? და რატომაც მწვანილი შეიძლება არ შევიდეს რუსეთში. ჩვენ რატო გონია რომ ერთადერთი ყოველს თავის ინტერესი აქვს ამ სამყაროში. ეხლა გასახა ვიღაცა ჩვენ ჩემი ხედვით იმის საფრთხე რომ საქართველოში უცებ ხორბალი გაწყდეს ისეთი პერიოდით რომ შევსება ვერ მოვასწროთ არ არსებობს. რატო ასე კარგად არის აწყობილი ეკონომიკური სიტუაცია? არა, სოფლიო ჯერ ერთი რეგიონია ისეთი, რომ რატო ვისა აქვს სწრაფად შეიძლება მოაწოდო აქ ხორბალი. ვისგან ვიღებ? ნებისმიერი ხორბლის ბაზარი გახსნილი საერთოდ. გასაგებია, ვიზა რუსეთია ყველაზე. გასაგებია, მაგრამ იმპორტებს მაშინ ესე უნდა მოხდეს დიდი მსოფლიო შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ. რო და არა, რა თქმა. სხვათა შორის სასურსათო უსაფრთხოებაზე ხა ეს კი მაინც გეოპოლიტიკურ თემას უკავშირდება. ის რომ ამდენი ტურისტი შემოდის, აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის. გავაკეთებ ცოტა გადახვევას. იმიტომ თქვენ თქვით პათეტიკაო და მე პირად შევარცხლობ მივიღე, იმიტომ რომ მე არ მგონია რომ პათეტიკა, პირად შევარცხლობ ხუმრობ რა თქმა უნდა, მაგრამ მე პათეტიკა რო არ გეთანხმებით, როცა შემოდის ტურისტი, მნიშვნელოვანია რამდენი ადამიანის გამოყვება შეუძლია ხო ამ ქვეყანაზე. უფრო მნიშვნელოვანი არ არის რომ ჩვენი პროდუქციის გამოიკვებონ ისინი მაშინ როდესაც მათ მოწონთ ქართული სამზარეულო. გეთანხმებით რა თქმა უნდა. ქართულ სამზარეულო იყენებს იმპორტირებულ სოფლის მეურნეობის პროდუქტს ხა. ის რომ ჩვენი ეროვნული სოფლის მეურნეობა და როგორ არის პათეტიკა სასურსათო? არა, როგორ გიყავ. ის რომ ჩვენი ეროვნული სოფლის მეურნეობა, ასე იგი, მისახედია და ასაყვანია თანამედროვე ამაზე ვინ კამათობს? უბრალოდ მე იმას გულისხმობ, რომ თქვათ აი შიმშილის საფრთხე არა, შიმშილის საფრთხე არა, ეს სასურსათო უსაფრთხოება არ გულისხმობს ამას, მაგრამ შიმშილი დავიხოცებით. მოდით ასე ვთქვათ, რომ ვიღაცა არ დაგვაშანტაჟებს. ამოცანა ჩვენი სოფლის მეურნეობის თანამედროვე დონეზე გადაყვანისა, ეს სერიოზული ამოცანა არსებობს. სხვა მთელი რიგ ამოცანებს შორის, რომელიც დგას ჩვენი სახელმწიფოს წინაშე. მაგაში გეთანხმებით და ბუნებრივია თავისთავად კარგია, როდესაც ამდენი ტურისტი შემოდის, მაგრამ ამ სიკეთიდან, ასე ვთქვათ, შემოსავალი ჩვენ გასაგებია, რა თქმა უნდა. თუ ამას წამოეწევოდა ჩვენი სოფლის მეურნეობაც, ამაზე მგონი კამათი არცხევს, რა თქმა უნდა. და ესეც ერთ-ერთი კომპონენტია, ამიტომ ახსენე სასურსათო უსაფრთხოების და იმიტომაც ვთქვი, რომ ეს არ გეთანხმებით მეთქი. თქვენ აღნიშნეთ ისევ დაუბრუნდეთ სასურსათო უსაფრთხოებიდან პოლიტიკურ უსაფრთხოებას, ანუ გეოპოლიტიკურ უსაფრთხოებას. თქვენ აღნიშნეთ, რომ ჩვენ შეიძლება რაღაცა პერიოდის განმავლობაში, ვთქვათ, ვერ გავხდეთ ნატოს წევრები, ისრაელი სულ არ არის ხო ნატოს წევრი, მაგრამ მიუხედავად ამისა, შეიძლება დახერხებს პარტნიორობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან და საკმაოდ უსაფრთხოა დაცული ქვეყანა, სწორედ იმიტომ რომ რაღაცა დგას იმ ქოლგის ქვეშ, რა ქოლგა რომ უნდა დაეფაროს ჩემი აზრით. და ჩვენ შემთხვევაშიც შეიძლება ვერ გავხდეთ, მაგრამ აქვს საშუალებები ამერიკის შეერთებულ შტატებს იგივე ნატოს რომ დავიცვათ თავი და ჩვენ გქონია დაგვიცვას უფრო ზუსტად და ჩვენ გვაქვს ხო შემთხვევით ხო არ ჩაუტარებია თავისი ტანკები, ასე ვთქვათ, ჩვენს ცენტრალურ მაგისტრალზე მე ასე აღვიქვი რომ ჩემი ტერიტორიაო მიანიშნა ხო რუსებს რომლებიც მოდიან სულ ძალიან ახლოს არიან ჩვენს ცენტრალურ გზატკეცილ ხნებით არდებოდა და ხო უნდა მieყვანათ ხო გასაგებია ხო და გასაგები რომ უნდა მieყვანათ ხო იქიდან ჩამოიტანეს ხო შეიძლება და ახლა რაღაც ადგილობრივი ტანკებით ჩატარებულიყო ცდები მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში ასე აღვიქვი თქვენ როგორც დიპლომატმა როგორ აღვიქვით არ ვიცით მაგრამ მე როგორც ერთმა მოქალაქემ ამ ქვეყნისა აღვიქვი ესე რომ მიანიშნა რომ ჩემი ტერიტორია ჩვენ გვახსოვს ამერიკული სამხედრო გემის შემოსვლა ხო მართალია ბევრს გილიკობა წყალი შემოიტანა მაგრამ სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა და მაშინვე გაანებეს თავი ჩვენს ასე ვთქვათ, საზღვაო აკვატორიას. არა, მხოლოდ საკმაოდ სერიოზული სამხედრო პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა. რა თქმა უნდა, ის რა თქმა უნდა იმას არ ესრო და რუსებს, მაგრამ ის ფაქტია მან ძალიან დიდი როლი ითამაშა აგრესიის შეჩერებაში. დიახ, აი მაგის თქმა მინდა, ხო, საზღვაო აკვატორია დატოვეს და თავი დაანებეს უკვე, ხო, იმ ტერიტორიის ბომბას, ეს გასაგებია. აი მეორე ნაწილი მკითხეთ და თქვენ მე სხვა თემაზე გადავედით. ამერიკის შეერთებულ შტატებს რა სიმბოლური ჟესტებით შეუძლია ჩვენი დაცვა იმ ტერიტორიაზე რაც დაგვრჩა ოკუპაციის შემდეგ და მცოცავი ანექსიის შემდეგ. სიმბოლური არ ვიცი, აქ მე ქმედითიც და სიმბოლურიც.
მაგრამ იმიტომ ისინი ერთმანეთთან სიმბოლურად ურთიერთობენ ამერიკა და რუსეთი, იმიტომ ერთმანეთს ისინი არ ესვრიან აბა ჩვენ გამო. ნუ პირველ რიგში რა არის თვითონ საგარეო პოლიტიკური საქმიანობა ამერიკის შეერთებული შტატების ჯერ კიდე სამწუხაროდ ამ ადმინისტრაციის პირობებში ბოლომდე კიდე დაალაგებული არ არის, ამას ვხედავთ. დიპკორპუსიც დაუკომპლექტებელი აქვს მნიშვნელოვანწილად. საერთოდ თქვა სახელმწიფო სამსახურის ფუნქციონირების პრობლემა დგას ამ ადმინისტრაციის პირობებში, თუმცა ახლა ბევრ სხვა მიმართულებით ჯერჯერობით წარმატებულია, თუნდაც ეკონომიკური პარამეტრებით, მაგრამ ნუ ძალიან წინააღმდეგობრივი პრეზიდენტია ტრამპი და შესაბამისად იქ ახლა გარკვეულწილად ამან საგარეო პოლიტიკურ დღის წესრიგზეც იქონია გავლენა. ჩვენ ვხედავთ, რომ ნუ მოხდა გარკვეული, ასე ვთქვათ, მონიშნა ინტერესთა სფეროში, როგორც კი ტრამპი იქნა არჩეული ძალიან მალე ვიცე-პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების პენსი ეწვია ვიზიტით საქართველოს, ეს თუ გნებავთ აი სიმბოლიკა ახსენეთ, სერიოზული პოლიტიკური ჟესტი იყო. ამის შემდეგ მაღალი დონის ვიზიტები საკმაოდ მაღალი სიხშირით იყო, მათ შორის პრემიერ-მინისტრის და ასე შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში. თუმცა რა თქმა უნდა, აი ამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუნდაც იმ ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობას ჩვენი უსაფრთხოების სტრუქტურების გაძლიერებაში, ეს წლების მანძილზე 10 წლეულების მანძილზე მიმდინარეობს. და დღეს ახლა ძირითადი აქცენტი შეიარაღებულ ძალებზეა გადატანილი, მაგრამ მე ისევ და ისევ ვიტყოდი იმას, რომ ეკონომიკური დაინტერესება, მსხვილი ეკონომიკური პროექტები, საიდანაც უკვე პოლიტიკური უსაფრთხოების დაცვა საქართველოში გამომდინარეობს როგორც ინტერესი, აი ასეთ თავის ფულს უფრო დაიცავენ რა მაყურებელს. ასე თუ იქნა ეს არქიტექტურა აწყობილი და ამას ჩვენ მაქსიმალურად შევუწყეთ ხელი, ეს იქნება ყველაზე კარგი და მყარი. აი თქვენ როგორ ფიქრობთ 2009 წლის იანვარში გაფორმდა ქარტია ხო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის და ეს ქარტია არ არის მხოლოდ სამხედრო პოლიტიკური, ეკონომიკური ისიც ახლავს ხო ამას მხარი. ხო გარკვეული. აი რატო ვერ მოხერხდა ქარტის აი ამ ეკონომიკური შემადგენლის ამოქმედება? თუ ამოქმედა და მე არ ვიცი. მე მესმის, მაგრამ ქარტია ხო არის და ეს საკმაოდ მაღალი დონის დოკუმენტია. რატომ ვერ მოხერხდა ამისი თქვათ გამოყენება? ვერასდროს 2009 წლიდან მოყოლებული. იცით რა არის აქ ახლა ჩვენი ბიზნეს წრეების პასიურობაც არის. მარტო ქარტია კი არა, ქალბატონო ნინო, ჩვენ პრაქტიკულად თავისუფალ ვაჭრობას ახლა მიახლოებული რეჟიმი გვაქვს. ძალიან მიახლოებული რეჟიმი გვაქვს, ესე იგი GSP+ თუ არ ვცდები, სადაც უზარმაზარი რეესტრია, თქვათ, ისეთი საქონლების, რომლის შეტანაც საქართველოს წარმოებელს შეუძლია პრაქტიკულად გადასახადის გარეშე ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარს და რაზეც მთელი რიგი სახელმწიფოები ოცნებობენ, მაგრამ ნუ აი ტრადიციული ქართული ზარმაცობა თუ რა არის, ამას დაჯდომა უნდა, შესწავლა, დათვლა და მოქმედება და მე შესაბამისი პარტნიორების მოძიება, ვინც თქვათ შენთან კოოპერაციაში მოწადინებულია, რომ რამდენადაც ეს თქვათ საქონელი შეიტანოს ამერიკის ბაზარზე და ნუ აი აქ ვიცით რა არის ძალიან ბევრ საშუალებას ჩვენვე პასიურობიდან გამომდინარე ვუშვებთ ხელი და ამაზე სამწუხაროდ ძალიან დიდ გავლენას ახდენს ზოგადად ის მდგომარეობა, რომელიც შეიქმნა ჩვენი განათლების სფეროში და დემოგრაფიული პროცესები, როგორც წავით, ეს გადაბმული ერთმანეთთან. ხო, სამწუხაროდ და იმ განათლების რეფორმამ იმ ტალღამ კრახი განიცადა 2005 წელს. ხო, არა, მე რას ვამბობ ელემენტარულად, იცით, რომ განათლების დონე და შესაბამისად მოსახლეობის განათლებულობის დონე ბოლო 2-10 წელში კატასტროფულად დაეცა საქართველოში. დემოგრაფიული პროცესები კიდე ისე განვითარდა, რომ მოდით ასე ვთქვათ, ერის საუკეთესო ნაწილის უდიდესი ნაწილი გავიდა ქვეყნის გარეთ და შესაბამისად აქ უკვე თვითონ ერია მოსული ისეთ მდგომარეობაში, რომ მისთვის რეალურად ობიექტურად არსებული საშუალებების ათვისების უკვე აღარ არის პოტენციალი. ეს არის ჩვენი პრობლემა. და სამწუხაროდ ეს პროცესები დღესაც ინტენსიურად მიმდინარეობს. იცით რომ აი ეს ემიგრაცია კიდე უფრო დაჩქარდა და მასიური გახდა სამწუხაროდ და
რაღაცნაირად მისახედია. ხო, აი სტატისტიკა მის უმაინტერესებდა, ჩვენთან არ არის კარგად ჩაშლილი და არასდროს არ იყო არც თქვენ დროს, არც ახლა, რომ აი ეს შემოსულ გამსვლელები, რომ აი ხო, არა და ეს ძალიან სკრუპულოზულად შესასწავლისა, იმიტომ მე ძალიან მაგარი თქვა ბორო 20 წლის განმავლობაში რა მოხდა, ხო ეს ჩვენ კი ვიცით ზოგადად გამსვლელთა და შემოსვლთა რაოდენობა, მაგრამ იქ არ არის ესე ჩაშლილი მონაცემი, იმიტომ რომ ეს მონაცემი რო იყოს ძალიან ანალიზის საშუალება მოგვეცემოდა ჩვენ. ხო, შეიძლება თქვა აი ციფრების დონეზე გაგვიჭირდეს საუბარი, მაგრამ განსწავლულობის დონე ზოგადად მოსახლეობაში დაცემული რომ ამას მოგვეცემოდა. არა, მე აბსოლუტურად გეთანხმები და ის ფაქტიც რომ ხა მე რატო აღნიშნე, იმიტომ რომ რაღაცა სასაყვედუროდ რეფორმა დაიწყო განათლების, ხო 2005 წელს ციკლი დასრულდა, ფაქტობრივად გამოვიდა, ხო ბაღის ასაკიდან დაამთავრეს უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრიატის და ფაქტობრივად ვერ მივიღებთ ჩვენ უკეთესში, ჩვენ გვაქვს საერთაშორისო კვლევები და ჩვენი მოსწავლეები სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით ისე ვიკავებენ თვითონ დეტალები და სპეციფიკა არა მე მაქვს შესწავლილი და მაგრამ ზოგადად გასაგებია ანუ ჩვენ ის დრო დავკარგეთ შემდეგ ახლა კიდევ რა იქნება კაცმარიცის ხო და როგორი თქვათ როგორი იქნება ეს ნიშნავს რომ ჩვენ რესურსს კარგავთ მაგრამ მე ადრეც აღვნიშნე რომ მე მაძლევს სხვა იმედს ის რომ ცალკეული არიან ახალგაზრდები მოსწავლეები რომლებიც ძალიან დიდ წარმატებებს აღწევენ და ისინი ქართულ სკოლებში დადიან და ქართველი მასწავლებლები ასწავლიან და ანუ თქვათ ბოლომდე არ არის ამ შეიძლება მასალა ისეთია ხომ ისე როგორც ქართული ჯარისკაცი კარგი მასალა აუთ კიდე ის რომ განათლება უნდა გახდეს მოდური სხვა მე ამაში ვადანაშაულებ პოლიტიკურ კლასს ყველა ხელისუფლებისას თქვენ არ მიწყინოთ იმიტომ რომ ყველა ხელისუფლებაში იყვნენ ადამიანები და არიან რომელსაც რომ შეხედავდა ბავშვი რო უყურეს ფიქრობს ასეთი თუ ვიქნები თუ მივაღწევ მას რატომ უნდა ვისწავლო მე არავის არ ვაყენებ პიროვნულ შევეწყობას მაგრამ ასეა ერთ პატარა შესწორებას შევიტან ესე იგი თუ საუბარია წინა ხელისუფლებაზე ყველაზე ვამბობ მე თქვენ არ ხო ყველაზე შევარდნადიდან მოყოლებული ყველაზე ვამბობ განათლება სააკაშვილის ხელისუფლების დროს გახდა პრიორიტეტი ბოლო წლებში. გახდა, მაგრამ ძალიან გვიან. სხვათა შორის თვითონაც აღიარებს ამას, რომ ერთ-ერთი ჩემი მთავარი შეცდომა ის იყო, რომ განათლების სტრატეგიულობაზე და პრიორიტეტულობაზე ასე ვთქვათ, სწორი პოზიცია მე დავიჭირე გვიან. და სამწუხაროდ ახლა მრავალი მილიარდები, რომელიც მაგალითად დაიხარჯა თუნდაც უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში და ასე შემდეგ. რომელიც შემდეგ რუსეთის ჯარმა ისე გაიტანა, ვერც კი გავიგეთ რა ფული ჩამოიწერა. თავიდანვე ეს სტრატეგიულად რო განათლებაზე ყოფილიყო დალაგებული, დღეს ჩვენ სულ სხვა დონის და განათლებული ახალგაზრდა თაობა გვეყოლებოდა, მაგრამ რას იზამ ახლა შეცდომები ხო, რასაკვირველია, მაგრამ თქვენ მაინც გეტყობათ პოლიტიკური კლასის ცრთობა ყოველთვის პოლიტიკური იმაზე მაინც გადადიხართ შიდა პოლიტიკაზე. არა, მე კი არ გადავდივარ, უბრალოდ საკითხებია ესეთი რომ ამას მე მესმის, მაგრამ მე სხვა ვარ ახალბედა ჟურნალისტი და მე მესმის რომ თქვენ ამ საშუალებას არაფერი ამაში ის არ არის. თან ვაკრიტიკებ და თან ვაკებ ყველა ხელისუფლებას. საძრახისი აქ არაფერი არ არის, უბრალოდ შევთანხმდით, რომ მეგანა მიჭირს ამ თემაზე ან კამათიან საუბარი. და ეს განათლება ხო, მან და შევარდნაძეს რა ხდებოდა ვიცი მაშინაც სააკაშვილის დროს ხო თითქმის არაფერი არ ხდებოდა. არა, სხვათა შორის რეფორმა ის განათლების 60 მილიონიანი გრანტი მსოფლიო ბანკი შევარდნაძის დროს დაიწყო თქვენს გემახსოვრებას. კი, რაღაცები იყო. კი, ეს კარტოზიას დროს კი და შემდეგ აი ეს ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემის ის მაშინ მუშავდებოდა. მე მახსოვს, იმიტომ რომ მე მუშაობდი. კი, ხო, ანუ ეს ციკლი ან მე იმიტომ ვთქვი, რომ ყველა ხელისუფლება მე აქ არ გამოვყოფ. გინდა არ გინდა ხარ სამართალ მემკვიდრე და აგრძელებ იმ საერთაშორისო რაღაცა მითითებებს და იმიტომ აღნიშნავ მე თორე არც ერთ ვერტში, არც მეორეს, არც მესამეს და არც ერთი არც მიყვარს რა კაცმა რო თქვას. სხვა სფეროებში ვარჩევ ხოლმე სიყვარულს სიმართლე გითხრათ. და აი ეს განათლების ამბავი გასაგებია. სანამ ჩვენ ამდენი დრო დავკარგეთ, ხო მთელი ამ ხნის განმავლობაში. ყველა ხელისუფლების დროს. ანუ მაინც თქვენ როგორ ფიქრობთ, ეხლა კი მართლა რიტორიკული კითხვა უნდა დაგოს. აი გამოსავალია თქვენ ძალიან ეს უნდა გავაკეთოთ, ის უნდა გავაკეთოთ. განათლების დონე დაბალია, თქვა საუკეთესო გონებრივი არავინ არ გვიწყინოს, რომ ჩვენ ვინმეს ვაყენებთ შევეწყოთ. მეც ახლა ჩემი თავი ძალიან კარგი გონებრივი მონაცემის გონი და არ წავსულო რამ ქვეყნიდან ეს არ ნიშნავს, რომ ისინი დარჩნენ
გააჩნენ მაგალითად ვისაც ანუ არავინ არ მიიღოს შეურაცხყოფა თავის თავზე მაშინ რა შეიძლება იყოს ამ სიტუაციაში გამოსავალი ის რომ ეს დაპირისპირებული მხარეები და აი ამ გეოპოლიტიკური დაპირისპირების ერთ-ერთ ფრონტის წინა ხაზზე ვართ ჩვენ რომელს გადაწონის იმაზეა დამოკიდებული ჩვენი ბედი სანამ ჩვენ გამონათლდებით ეკონომიკურად გავძლიერდებით სახელმწიფოებრივად და ჩვენ გამოსავალი ერთ რამეშია მხოლოდ უნდა ვიცოდეთ რომ საერთაშორისო და გეოპოლიტიკური ამინდი როგორც ყველანაირი ამინდი ცვალებადი რამ არის ის ზოგჯერ იქნება სასიკეთო ზოგჯერ არ იქნება სასიკეთო და ასე შემდეგ ერთ რამ უნდა გავიგოთ რომ ჩვენი ასე თქვათ უსაფრთხოება კეთილდღეობა განვითარება და ასე შემდეგ ეს ცალსახად ამას არ უნდა მივაბართ უნდა ვიცოდეთ რომ ეს არის როგორც ფაქტორი ზოგჯერ სასიკეთო ზოგჯერ არა მაგრამ თავარი ასე თქვათ ძალისხმევა და ყურადღება უნდა ჩვენ თავისკენ მივმართოთ და ვიცოდეთ რომ ეს უსაფრთხოება იქნება განვითარება ეკონომიკური თუ ასე შემდეგ ძირითადად ჩვენივე საკეთებელია და ამ პროცესში ის გარე ფაქტორი უნდა გამოვიყენოთ ასე ვთქვათ ამიტომ სწორი ფსიქოლოგიური ვექტორის დაჭერა აქვს მთავარი და მაშინ ყველაფერი კარგად იქნება და აი ესე რომ მარჩიულობთ რა გვეშველება იქ როგორ დაალაგდება გვეშველება არ გვეშველება ასე სასიკეთო განლაგების პირობებში ძალიან პრობლემატურად ვიქნებით ყოველთვის. შესაბამისად აუცილებელია აქედან გამომდინარე ჩვენი მოსახლეობის რომელიც დღეს სამწუხაროდ მნიშვნელოვან წილად არის უფრო მოსახლეობა ვიდრე საზოგადოება, ხო? მაქსიმალურად დაჩქარება მისი სამოქალაქო საზოგადოებად ჩამოყალიბების პროცესის ну აი აქ რა თქმა უნდა ეს გადამულია უკვე ეკონომიკურ კეთილდღეობასთან ერთი მეორის გარეშე არ არსებობს და ქათმის და კვერცხის საკითხია ასე ხო მაშინ აქვე მაშინ და შეეწყო ხელით უნდა თქვენ ხელისუფლებიდანვე საშუალო ფენის გაჩენას მოდით ერთ რამეზე შევთანხმდეთ რომ ყველა არ ჩემ მე ესე იგი დაწყებული შევარდნაძიდან მაშინ შევარდნაძის დროს ყველაზე მაღალი თანამდებობა მე ჩემს პოლიტიკას ვთქვათ სახელმწიფო კარიერაში მეკავა შევარდნაძის ხელისუფლების დროს შემდგომში სააკაშვილის და მახსოვს მაშინ უსაფრთხოების კონცეფციაზე მუშაობდნენ ინტერვიუ ავიღეთ თქვენგან ეს გავაკეთეთ მაშინ ამიტომ ესე იგი ჩემიც არის და არც არის ჩემი ყველა ეს ხელისუფლება განსაკუთრებით ამას ვამბობ საშუალო ფენაზე არის ზრუნა არც ერთმა ეხლა შევარდნაძის საერთოდ რთული იყო აი შემდეგ იმიტომ საშუალო ფენა თუ არ იქნა ხა თქვენ მზად მოსახლეობა და სამწუხაროდ გეთანხმებით საზოგადოება ვერ იქნება საშუალო ფენის არსებობის შემთხვევაში შეიძლება მიიღოს ჩვენ საზოგადოება და ვერ არსებობს მატერიალური კეთილდღეობის გარკვეული დონის ეს არის ეს ერთმა ხელისუფლებამ ხა შევარდნაძე ვერ მოახერხებდა ის პერიოდი მით უმეტეს თქვენ ყო მაგალითად მოგეკავდა და იცით რა ხდებოდა და როგორ და იქ რთული იყო საშუალო ფენა კი ანუ ვიცით ხო რა ხდებოდა აღარ შემდეგ ხო აი სამწუხაროდ აი ეს მომენტი გავუშვით ხელიდან ძალიან დიდი მადლობა მადლობა ჰაიდერსაუბრეთ ძალიან დიდი მადლობა რომ თქვენ გვიყურებდით მომავალ შეხვედრამდე